მე ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სუპერმარკეტმა მითხრა ესეთი რაღაც რამდენიმე დღის წინ. ვიციო, გაგიკვირდებაო, მაგრამ რეალობა ესეთიაო. სრულად მირჩევნია 100% ირანული შემოვიტანო, ვიდრე ქართველ ფერმერთან მქონდეს ურთიერთობაო. სამწუხაროდ, რეპუტაცია აქვს შელახული ძალიან ქართველ ფერმერს და ამ რეპუტაციის აღდგენასაც ვცდილობ, იმიტომ რომ ჩემები ამ შემთხვევაში ვასიკო და ნიკო ბაქრაძეები, მთელი ქართლის მუნიციპალიტეტი იცნობს და ამ შემთხვევაში დისტრიბუცია დიდი ქსელები, მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ისინი არიან კეთილსინდისიერები. უბრალოდ ეს ნიტრატების თემა, ეს საშინელებას უკეთებს ორგანიზმს. არავინ არ იცავს, ხვდებით? ანუ ეს ცალკე პრობლემაა. მერე გადამყიდველების პრობლემაა. 2-3 მანქანით მოდიან, დგებიან ნავთლუღში, დგებიან ვაგზალზე, არ ვიცი ეს სისტემა, მაგრამ გადამყიდველები, აი არ მინდა რაც სუდად გამომივიდეს, გამდიდრდნენ. უამრავ ხელში გადის პროდუქცია და მაინც გადამზიდავები უბრალოდ მდიდრები არიან. იმიტომ რომ იმ ხელა თანხებს ამატებენ, მეორე, მესამე ხელში გადააქვთ და თავარი პრობლემა გამოგვჭა. ჩვენი ქართული საუკეთესო, მათ შორის ჩემი ოჯახის პროდუქტი გადის ერთი ლარსზე დგას, მეორე ნაწილი სარფზე დგას. ჩვენი პროდუქტი დიდი ნაწილი გადის რუსეთში, გადის თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში აღარ ვიცახი და შემოდის სრულიად ნაგავი. ამის უკან რომ ვეღაც არ იდგეს, ეგ არის გამორიცხული. მე უბრალოდ კითხვებს ვსვავ.